სერნაკი ფოთის სარფის საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრის სამუშაო მიმდინარეობს. ადგილზე არსებულ სამუშაოს დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის დირექტორის მოადგილე ირაკლი კუპრავა გაეცნენ. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 45 მილიონი ლარია. დასრულება პროექტის წელს იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს ნაპირსამაგრ სამუშაოებს სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით კილომეტრი და 800 მეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება სამუშაოები. 60 მეტრამდე შევედით უკვე ზღვაში და ეს პრობლემა ერთხელ სამუდამოდ იქნება მოგვარებული. ქვის შესაჩერებლად კეთდება ბადე. ასევე შენდება 8 მეტრი სიმაღლის და 3 მეტრი სისქის ბერმა. ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული 300-მდე ადამიანი და გეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ეს სამუშაოები იქნეს დასრულებული.